3000 წლის წინ ახალგაზრდა მეფე დაკრძალეს მეფეთა ველზე. მისი მმართველობა მოკლე იყო, მისი სიცოცხლე სუსტი და არამდგრადი. მაგრამ მისი სიკვდილი უკვდავი აღმოჩნდა. და ამ ფაქტების სანახავად მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმს უნდა ვეწვიოთ. ეგვიპტის დიდი მუზეუმი არქეოლოგიური და ეროვნული მუზეუმია, რომელიც გიზას პირამიდების კომპლექსიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია. მუზეუმის შექმნის იდეა 1992 წელს გამოცხადდა. ოფიციალური გახსნა სულ ახლახანს, 2025 წლის 1 ნოემბერს შედგა. შენობის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები ზუსტად იკვეთება ხუფუს დიდი პირამიდისა და მენკაურეს პირამიდის ღერძებთან. ეგვიპტის დიდი მუზეუმი და ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ტუტანხამონის სრული კოლექციაა, რომელიც 1923 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა მეფეთა ველზე. ის 5393 არტეფაქტისგან შედგება და შეიძლება ითქვას, რომ ამ მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საგამოფენო სივრცეა. მუზეუმი ინახავს ეგვიპტური ცივილიზაციის სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტებს. პრედინასტიური ხანიდან რომაულ ეგვიპტემდე. სულ დაცულია 100,000-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის მინიმუმ 20,000 ისეთი, რომელიც პირველად გამოტანილია საჯარო ჩვენებაზე. კიბე ფუნქციონირებს როგორც გარდამავალი გალერეა, სადაც გამოფენილია 60-ზე მეტი არტეფაქტი და რომელიც 12 დარბაზამდე მიდის. სამეფო გამოსახულებებიდან, რომელიც კონცენტრირებულია იმაზე, როგორ და რატომ გამოსახავდნენ ფარაონები საკუთარ თავს, სამარხ სექციებამდე, სადაც ქვის კუბოები და სარკოფაგებია წარმოდგენილი. განთავსებულია 4 თემატურ სექციად. ეს სექციები ქრონოლოგიურ მოგზაურობას აყალიბებს. არტეფაქტები გადმოტანილია კაიროს, ლუქსორის, მინიის, სოჰაგის, ასიუთის, ბენი-სუეფის, ფაიუმის, ნილოსის დელტისა და ალექსანდრიის საცავებიდან. თორმეტიდან 2 დარბაზი მთლიანად ეძღვნება ტუტანხამონის, მე-18 დინასტიის ფარაონის არტეფაქტების გამოფენას. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მთელი კოლექცია ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ცენტრალური ექსპონატი არის ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი. აქვეა ცნობილი 3 ერთმანეთში ჩასმული კუბო. ერთი მთლიანად 110 კილოგრამი ოქროსგანაა დამზადებული, ხოლო 2 ოქროთი დაფარული ხისგან. ოქროს ტახტი ოქროთი და ვერცხლით დაფარული სავარძელია, რომელზეც გამოსახულია ტუტანხამონი და მისი მეუღლე ანხესუნამონი. ასევე წარმოდგენილია ღმერთების, მათ შორის ანუბისის ქანდაკებები, ამულეტები და ყელსაბამები, ბეჭდები. მოკლედ, ფარაონ ტუტანხამონის მთელი სიმდიდრე აქაა.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არტეფაქტი, რომელზეც ყველა ყოველთვის საუბრობს, არის ოქროს ნიღაბი, რომელიც ადამიანებს აოცებს და უყვართ. მე უფრო მეტად მიყვარს ტახტი, რადგან ტახტი გვიჩვენებს სიყვარულს წყვილს შორის. ის ტუტანჰამონის ზის სკამზე. მის წინ არის დედოფალი, რომელსაც მარჯვენა ხელი მისი მხრისკენ აქვს გაწვდილი და სთავაზობს მას შესაწირავს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აცვიათ წყვილი სანდალი. მას აცვია სანდალი მარცხენა ფეხზე, დედოფალს კი სანდალი აცვია მარჯვენა ფეხზე. ამით გვიჩვენებენ, რომ ისინი ერთნი არიან. მაგრამ ასევე გვაქვს სარკოფაგები. ერთ-ერთი არის 100 კილოგრამი ოქროსგან და არის საკულტო სამლოცველოები, 5000 არტეფაქტი, რომელიც ახლა გამოფენილია დიდ მუზეუმში და იპყრობს ნებისმიერის გულს, ვინც ეწვევა მუზეუმს. თუმცა თუ გსურს რომ გავიგოთ, რატომ არის ტუტანხამონი ყველაზე ცნობილი ფარაონი და რატომ არის ეს აღმოჩენა ასეთი განსაკუთრებული, უნდა წავიდეთ იქ, სადაც ის იპოვეს. მეფე თაველი. ადგილი, სადაც 500 წლის განმავლობაში მე-18 დინასტიიდან მე-20 დინასტიის ბოლომდე ფარაონების და ეგვიპტელი დიდებულებისთვის გამართული იყო დასაკრძალი აკლდამები ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს ხანაში. სწორედ აქ ვეჩეხებით ერთ საგულისხმო კითხვას. რატომ აღარ ააგეს ფარაონებმა პირამიდები და რატომ შეარჩიეს სამარხებისთვის ეს მიტოვებული უხეში ხეობა? ახალი სამეფოს ფარაონები პირამიდის ფორმის მქონე მთის მწვერვალს ნახულობდნენ. მათ თავიანთ სამარხებს მათ ქვეშ აგებდნენ. თითქოს ფარაონი პირამიდის ქვეშ არის დაკრძალული. ამიტომაც პირამიდის იდეა, რომელიც მზის ღმერთ რასთან იყო დაკავშირებული, არასოდეს შეწყვეტილა. ის ახალ სამეფომდე გრძელდებოდა. ახალი სამეფოს ეპოქაში ეგვიპტელებმა ერთი მწარე გაკვეთილი უკვე იცოდნენ. პირამიდებს ადვილად ძარცვავდნენ. რაც უფრო დიდებული იყო მონუმენტი, მით უფრო თვალსაჩინო ხდებოდა მისი სამარხი. მეფე თაველი იყო პასუხი ამ პრობლემაზე. დამალული. ციცაბო კლდეებით შემოსაზღვრული სივრცე. სადაც სამარხი მიწის ქვეშ კრებოდა. ეს ადგილი იდეალური იყო ტექნიკურადაც. ყარი კირქვა მარტივად ითხრებოდა. მშრალი კლიმატი კი საუკუნეების განმავლობაში ინახავდა ფერწერას და ტექსტებს. მაგრამ მთავარი მიზეზი რელიგიური იყო. ველი მდებარეობს ნილოსის დასავლეთ ნაპირზე. იქ, სადაც ეგვიპტელთა რწმენით იწყებოდა სიკვდილის სამყარო. ზემოდან აღმართული ელ-ქურნის მთა ბუნებრივ პირამიდას ჰგავს. სიმბოლოს, რომელიც ცვლის ხელოვნურ მონუმენტს. მიწის სიღრმეში ფარაონი იწყებდა გზას დუატში. ღამის მოგზაურობას სიკვდილიდან ხელახლა დაბადებამდე. ეს იყო სახელმწიფო საიდუმლო და იმპერიის უკანასკნელი დაცული სივრცე. $2005 წელს აღმოჩენილი ახალი სამარხის KV-63-ის პოვნის შემდეგ ველზე სამარხების რიცხვმა 63-ს მიაღწია. სადაც გვხვდება როგორც ძალიან დიდი სამარხები, ისეთი როგორიც არის მაგალითად KV5, რომელიც შედგება 120 სამარხთა კომპლექსისგან, ასევე ყველაზე პატარა სამარხები. ეს არის ორმო სამარხები, სადაც არ გვხვდება ესეთი დიდი სიმდიდრე, როგორც მაგალითად ტუტანხამონის აკლდამის შემთხვევაშია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ძველი ეგვიპტელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამის, სიკვდილის მთავარ
გამოსახულებას წარმოადგენდა. მეფე-თაველი იყო მათი მთავარი დასაკრძალი ადგილი. სამეფო აკლდამები შემკულია სცენებით ეგვიპტური მითოლოგიიდან და თითქმის ყველა აკლდამა გახსნილი და გაძარცვულია ძველ დროს. მაგრამ ისინი მაინც გვიქმნის წარმოდგენას ფარაონების სიმდიდრისა და ძალაუფლების შესახებ. მეფე-თაველზე რამზეს მე-6-ის სამარხი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და დეტალურად გაფორმებულ სამარხს ახალ სამეფოში. KV9 თავდაპირველად ააგო ფარაონმა რამზეს მე-5-ემ, რომელიც აქ დაიკრძალა. თუმცა მოგვიანებით სამარხი მისმა ბიძამ რამზეს მე-6-ემ საკუთარ სამარხად გამოიყენა. არქიტექტურული განლაგება რამესიდების პერიოდს ზუსტად ემთხვევა და გაცილებით მარტივია, ვიდრე რამზეს მე-3-ის სამარხი. აი ეს არის ამარნის სტილის მხატვრობა, რომელიც რამზეს მე-5-ის და რამზეს მე-6-ის აკლდამაში თითქმის ყველა კედელზე გვხვდება და მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. პირველ კორიდორში ორივე მხარეს გამოსახულია რამზეს მე-6-ე რამ-ჰორახტისა და ოსირისის წინაშე. სცენები თავდაპირველად რამზეს მე-5-ისთვის იყო შექმნილი. მოგვიანებით რამზეს მე-6-ემ გადაფარა. სამხრეთ კედელზე იწყება კარიბჭეთა წიგნის სრული ვერსიის სცენები. პირველ რამდენიმე განყოფილებაში ჭერი მოჩანს ასტრონომიული ფიგურებით და თანავარსკვლავედებით. ბოლო ორი განყოფილება და პირველი დარბაზი მოიცავს დღის წიგნისა და ღამის წიგნის ორმაგ წარმოდგენას. და სწორედ აქვე გვხვდება ჩვენი კითხვის კიდევ ერთი გასაღებიც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ტექსტი ძველი ეგვიპტის კულტურაში, რომელიც ქმნიდა გზამკვლევს გარდაცვლილთა სამყაროში, დუატში. როგორც ჩანს, მკვდართა წიგნი იყო მათი გზა იმისა, რომ არ გამქრალიყვნენ. ეგვიპტე ააშენა იმ რწმენამ, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ფარაონი, რომელიც დაკრძალულია პირამიდაში, იყენებდა პირამიდების ტექსტებს, რათა უსაფრთხოდ გადასულიყო საიქიოში. ეს პირამიდების ტექსტები შუა სამეფოში გარდაიქმნა სარკოფაგების ტექსტებად. ახალ სამეფოში კი უამრავ წიგნად იქცა. ყველა ეს წიგნი ერთიანობაში ეხმარებოდა გარდაცვლილ ფარაონს, რომ უსაფრთხოდ გაევლო გზა საიქიო სამყაროში. ეს იდუმალებით მოცული ტექსტი, რომელიც ხშირად დაფარულადაა გამოსახული სამარხების კედლებზე, ასწავლის როგორ უნდა გადაადგილდეს გარდაცვლილი ადამიანი ღამის სამყაროში. რა წესები უნდა დაიცვას ღმერთებთან შეხვედრისას და როგორ უნდა მიიღოს აღდგომის უფლება ოსირისთან ერთად. მკვდართა წიგნში წარმოდგენილია ჯადოსნური ტექსტები და ზმანებების ფორმულები, რომლებიც იცავს გარდაცვლილს მტრისგან. სცენები, სადაც მეფე გადალახავს დაბრკოლებებს, დასჯის მტრებს და იღებს უკვდავებას. მეცნიერულად მკვდართა წიგნი არ არის ერთი წიგნი, არამედ სერიების სახით შექმნილი მანუსკრიპტების კომბინაციაა. ზოგი ნაწილი უფრო მოკლეა, ზოგი კი დეტალურად ასახავს ღამის 12 საათსა და კოსმოსურ მოვლენებს, მზის მოგზაურობას დუატში. ტუტანხამონის პატარა სამარხი, აი ამასთან შედარებით თითქმის არაფერია და რამხელა განძი აღმოაჩინეს იქ. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა განძი შეიძლებოდა ყოფილიყო აქ, თუ მას მეკობრეები არ გაძარცვალდნენ. ამ სამარხებიდან კი ყველაზე ცნობილი მაინც ფარაონ ტუტანხამონის სამარხი რჩება.
დაახლოებით 100 წლის წინ ძველი ეგვიპტის შესახებ ჩვენს ცოდნაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. მეცნიერებმა მეფეთა ველზე ტუტანხამონის სამარხს მიაკვლიეს. ამ აღმოჩენამ ჩვენი ცნობიერება და დამოკიდებულება ძველი ეგვიპტის მიმართ სრულიად შეცვალა. მაშინ, როცა სხვა ფარაონების სამარხების უმეტესობა ძველ დროში მეკობრეთა მიერ იყო გაძარცვული, ტუტანხამონის სამარხი ნანგრევების ქვეშ საუკუნეების განმავლობაში იმალებოდა. და ამიტომ თითქმის არ იყო გაძარცვული. შედეგად, იგი გახდა ერთადერთი ცნობილი, პრაქტიკულად ხელუხლებელი სამეფო სამარხი ძველი ეგვიპტიდან. სამარხის გახსნა დაიწყო 1922 წლის 4 ნოემბერს კარტერის და მისი თანაშემწის კარნორბონის მიერ. სამარხში აღმოჩნდა 5000-მდე არტეფაქტი, რომელიც უკიდურესად ფაქის მდგომარეობაში იყო შემონახული და მათი კონსერვაცია და შემდეგ ამ სამარხიდან გატანა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ჩვენ 66 სამარხი გვაქვს ნაპოვნი მეფეთა ველზე, თუმცა ერთადერთი ხელუხლებელი სამარხი იყო ტუტანხამონის სამარხი. ქურდები სამარხებს მუდამ უსაფრთხებოდნენ. როგორც კი ფარაონს გრძალავდნენ, ისინი მიდიოდნენ და სამარხს ძარცვავდნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ტუტანხამონის სამარხი იყო ერთადერთი, რომელიც სრულიად გადაურჩა ძარცვას. ჰოვარდ კარტერმა აღმოაჩინა იგი 1922 წლის 4 ნოემბერს და 10 წლის განმავლობაში ამოთხარა 5398 ობიექტი. სწორედ ამიტომ არის ახალი სამეფო ეგვიპტის დიდება, რადგან ოქროს ბიჭმა მართლაც მოუტანა სახელი ამ ცივილიზაციას. საგანძურის მდიდარმა კომბინაციამ მსოფლიო მედიის უზარმაზარი დაინტერესება და დასავლეთში ეგვიპტური სტილის დიდი პოპულარიზაცია გამოიწვია. ეგვიპტელებისთვის, რომლებიც იმ პერიოდში ახლად იყვნენ გამოთავისუფლებული ბრიტანული მმართველობისგან, სამარხი ეროვნული სულისკვეთების სიმბოლოდ იქცა. გააძლიერა ფარაონიზმი. იდეოლოგია, რომელიც თანამედროვე ეგვიპტის კავშირს ხაზს უსვამს ძველ ცივილიზაციასთან. შექმნა დაძაბულობა ეგვიპტელებსა და ბრიტანელი არქეოლოგების გუნდს შორის. ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა კარნარვონის სიკვდილმა. ამას მოჰყვა სპეკულაციები, თითქოს ეს უძველესი წყევლის შედეგი ყოფილიყო. კარნარვონის გარდაცვალების შემდეგ კარტერსა და ეგვიპტის ხელისუფლებას შორის კონფლიქტი წარმოიშვა იმაზე, ვინ განაგებდა სამარხს. მომდევნო სეზონებში მედიის ყურადღება თანდათან განელდა. გარდა შემთხვევისა, როდესაც 1925 წელს ტუტანხამონის მუმია კუბოდან ამოიღეს. სამარხის ნივთების ბოლო პარტიის კონსერვაცია და კაიროში გადატანა 1932 წელს დასრულდა. სამარხის აღმოჩენამ ტუტანხამონის ეპოქის შესახებ იმდენი ინფორმაცია ვერ გაამჟღავნა, რამდენსაც ეგვიპტელები თავდაპირველად ელოდნენ. თუმცა დაადგენინა მისი მეფობის ხანგრძლივობა და ამარნის პერიოდის დასასრული დაათარიღა. სამარხი გაცილებით უფრო ინფორმაციული აღმოჩნდა იმდროინდელი მატერიალური კულტურის შესწავლისთვის. მან ნათლად აჩვენა, როგორი იყო სრული სამეფო დაკრძალვა და მოგვცა მონაცემები მდიდარი ეგვიპტელების ცხოვრების სტილის შესახებ. სამარხი ორჯერ გაძარცვეს. მისი დამზადებიდან მალევე. შემდეგ მოხელეებმა სამარხი აღადგინეს და ხელახლა დალუქეს. შესასვლელი დერეფანი კირის ნატეხებით ამოავსეს, რათა მომავალში შეღწევა შეეზღუდათ. რამსეს მე-5-ისა და რამსეს მე-6-ის სამარხის მშენებლობიდან წამოსულმა ნაგავმა ტუტანხამონის სამარხი 2 საუკუნის შემდეგ მთლიანად დაფარა.
რამაც იგი გადაარჩინა მეკობრეების თავდასხმას და აქ არსებული 5000-მდე ექსპონატი მთლიანად ხელუხლებელი შემორჩა. სწორედ აი ამ ორი ფარაონის სამარხებიდან წამოსულმა ნაგავმა შემოინახა ტუტანხამონის სამარხი ხელუხლებლად. $1922 წლის ზაფხულში, როდესაც კარტერი და კარნარვონი გათხრების სეზონებს შორის შესვენებაზე იყვნენ, მეფეთა ველზე მხოლოდ ერთი ნაგვით დაფარული სექცია იყო დარჩენილი. ამ ადგილის გაწმენდა რთული იყო. იმდენად უსარგებლოდ ჩანდა ამ წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები, რომ კარნარვონი უკვე ფიქრობდა ხეობაში მუშაობის მთლიანად შეწყვეტაზე. მაგრამ კარტერმა შესთავაზა, რომ ამ უკანასკნელი ტერიტორიის გაწმენდის ხარჯებს თავად დაფარავდა. კარნარვონი კიდევ ერთი სეზონის დაფინანსებას დათანხმდა. იმისთვის, რომ ტურისტებისთვის უხერხულობა მინიმუმამდე დაეყვანათ, კარტერმა და მისმა ეგვიპტელმა მუშებმა სამუშაოები 1922 წლის 1 ნოემბერს დაიწყეს. ჩვეულებრივზე უფრო ადრე. ჩემს უკან თქვენ ხედავთ ჰოვარდ კარტერის სახლს, ადამიანის, რომელმაც აღმოაჩინა ტუტანხამონის აკლდამა. მთელი ამ ექსპედიციის განმავლობაში ის ამ სახლში რჩებოდა და თავის ბრიტანელ და ფრანგ მეგობრებსაც სწორედ ამ სახლში იღებდა. 4 ნოემბერს ერთ-ერთმა მუშამ კლდეში ამოკვეთილი საფეხური აღმოაჩინა. კარტერის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ეს საფეხური მუშებმა ძველი ქოხების ნაშთების ქვეშ გათხრისას იპოვეს. სხვა ვერსიებით კი აღმოჩენა ერთ ბიჭს ეკუთვნის, რომელიც დანიშნული სამუშაო ზონის მიღმა თხრიდა. აღმოჩენილი საფეხური სამარხის შესასვლელი კიბის დასაწყისი აღმოჩნდა. მის ბოლოში იდგა კირქვითა და თაბაშირით დალუქული კარი, რომელშიც კარტერმა პატარა ნახვრეტი გააკეთა, რათა დაენახა, რომ მის უკან მდებარე დერეფანი ნანგრევებით იყო სავსე. დამუშებს უბრძანა კვლავ ამოევსოთ ორმო, რათა სამარხი უსაფრთხოდ ყოფილიყო დაცული კარნარვონის ჩამოსვლამდე. 23 ნოემბრის შემდეგ გათხრები განახლდა. კარტერმა მაშინვე გაუგზავნა ტელეგრამა კარნარვონს, რომელიც იმ დროს ინგლისში იმყოფებოდა. 23 ნოემბრის შემდეგ გათხრები განახლდა. როდესაც კარნარვონი ლუქსორში ქალიშვილთან, ლედი ეველინ ჰერბერტთან ერთად ჩავიდა. უფრო დეტალური დათვალიერებისას დალუქულ კარზე ტუტანხამონის სახელი აღმოაჩინეს, რაც მიანიშნებდა, რომ ეს სწორედ მისი სამარხი იყო. 26 ნოემბერს არქეოლოგებმა კიდევ ერთ დალუქულ კართან მიაღწიეს. აღმოჩენის შესახებ კარტერის წიგნში აღწერილია ლუქის გარღვევის მომენტი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი არქეოლოგიის ისტორიაში. მკრთალი ხელებით ზედა მარცხენა კუთხეში პატარა ნაპრალი გავაკეთე. სიბნელე და ცარიელი სივრცე იქამდე, სადამდე ცერკინის საცდელი ჯოხი აღწევდა, მიანიშნებდა, რომ იქ არსებულ სივრცეში არაფერი იყო ჩაყრილი. განსხვავებით იმ დერეფნისგან, რომელიც ახლახან გავწმინდეთ. უსაფრთხოების მიზნით სანთლით შემოწმება ჩავატარეთ შესაძლო მავნე აირების არსებობაზე. შემდეგ კი ნახვრეტი ოდნავ გავაფართოვე. სანთელი შევანათე და შიგნით შევიხედე. ლორდი კარნარვონი, ლედი ეველინი და კალენდერი ნერვიულად იდგნენ ჩემს გვერდით, პასუხის მოლოდინში. თავდაპირველად ვერაფერს ვხედავდი. კამერიდან გამომავალი ცხელი ჰაერი სანთლის ალს აციმციმებდა, მაგრამ ნელ-ნელა როცა თვალების სინათლეს შეეჩვია, ოთახის დეტალები ბურუსიდან გამოიკვეთა. უცნაური ცხოველები, ქანდაკებები და ოქრო, ყველგან ოქროს ციალი.
როდესაც კარტერი პირველად შევიდა სამარხში, მის წინ აღმოჩენილი მოოქროვილი ნივთები სწორედ აი ამ ოთახში აღმოჩნდა, რომელსაც შემდგომ მთავარი ოთახი ეწოდა. ეს ოთახი გახდა სწორედ ის ადგილი, სადაც იმდენი რაოდენობით ოქრო აღმოჩნდა, რომელიც მანამდე მკვლევარებს არ უნახავთ. წინა დარბაზიდან ორი კარი გადიოდა, რომლებიც თაბაშირით იყო ამოვსებული და ძველ დროში მძარცველების მიერ გარღვეული. ერთ-ერთი კარი ღიად იყო დატოვებული და მის უკან მდებარე ოთახი ქაოსურად დაყრილი საგნებით იყო სავსე. მეორე კარი კი ხელახლა იყო დალოქული. საგანთა დიდ ნაწილზე დატანილი იყო ტუტანხამონის სახელი, რაც არქეოლოგებს არ უტოვებდა ეჭვს, რომ ეს მისი თავდაპირველი სამარხი იყო. აი ამ პირველი მთავარი ოთახის ნახვის შემდეგ დაახლოებით რამდენიმე დღე გავიდა და აი აქ, რასაც ხედავთ, ამ ადგილას იყო კედელი. აი ამ კედელს მათ გაუკეთეს ხვრელი, საიდანაც შეძლეს დაენახათ აი ეს სამარხი, სარკოფაგი, რომელიც ტუტანხამონს ეკუთვნოდა. საინტერესოა ის, რომ მძარცველებს აქამდე არ მოუღწევიათ. შესაბამისად, სამარხი სრულიად ხელუხლებელი დარჩა. სამარხის ნივთების სრულად გაწმენდა უპრეცედენტო ძალისხმევას მოითხოვდა. საუკუნეების განმავლობაში ზემოდან ჩამოსული წყალდიდობების შედეგად ტენი პერიოდულად აღწევდა სამარხში. მოგვიანებით კარტერმა დაასკვნა, რომ ინტენსიური რესტავრაციის გარეშე სამარხის ნივთების მხოლოდ მეათედი გადაურჩებოდა კაიროში გადატანას. 16 დეკემბერს დაიწყო წინა დარბაზის გაწმენდა. სამუშაოები დაიწყო შესასვლელის ჩრდილოეთ ნაწილიდან და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გაგრძელდა. ყველა საგანი ინიშნებოდა ნომრებით და გადაღებული იყო ადგილზე გადაადგილებამდე. კარტერი აღნიშნავდა, რომ ავეჯისა და სხვა ნივთების სიმჭიდროვე იმდენად დიდი იყო, რომ ერთის გადაადგილება ხშირად სხვების დაზიანების სერიოზულ რისკს ქმნიდა. სამარხმა საზოგადოებაში მასობრივი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომელიც ცნობილი გახდა სახელით ტუტმანია. ეს იყო დასავლურ სამყაროში დიდი ხნის განმავლობაში არსებული ეგვიპტომანიის ერთ-ერთი განსაკუთრებული გამოვლენა. მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი ეგვიპტოლოგიის ისტორიაში უპრეცედენტო იყო. კარტერი და კარნარვონი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ფიგურები გახდნენ. ლუქსორში ჩამოსხლმა ტურისტებმა გვერდზე გადადეს ტრადიციული ღირსშესანიშნაობების მარშრუტები და მასობრივად მიაწყდნენ სამარხს. შეძლების დაგვარად არქეოლოგები სამარხიდან ნივთების გამოტანისას მათ დაფარულს არ ტოვებდნენ, რათა დამთვალიერებლებისთვის ეჩვენებინათ. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა იმ ადამიანების მოთხოვნა, რომლებიც სამარხში შესვლას ითხოვდნენ. ხშირად ისეთი მაღალი თანამდებობის და გავლენიანი პირები იყვნენ, რომ უარის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა. ყოველი არასპეციალისტის ვიზიტი ზრდიდა სამარხის ნივთების დაზიანების რისკს და არღვევდა გათხრების სამუშაო გრაფიკს. კარტერისა და მეისის შეფასებით, პირველ სეზონში სამუშაო დროის დაახლოებით მეოთხედი ასეთ ვიზიტორებზე დახარჯეს. სამარხის დახურვიდან მალევე კარნარვონმა პარსვისას ლოყაზე კოღოს ნაკბენი შემთხვევით გაიჭრა. ჭრილობა დაინფიცირდა და რამდენიმე კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ იგი 5 აპრილს გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მალევე გააჩინა ეჭვები, რომ საქმე მხოლოდ ინფექციურ დაავადებას არ ეხებოდა. ნაწარმოებები, რომლებშიც ეგვიპტური სულები და გაცოცხლებული მუმიები შურს იძიებენ მათზე, ვინც მათ სამარხებს არღვევს, პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა.
ეს მხატვრული მოტივი ცნობილი გახდა როგორც მუმიის წყევლა. საზოგადოებრივ წარმოსახვაში ამ იდეის განმტკიცებას ხელი შეუწყო რეალურმა ისტორიებმა. მაგალითად, უოლტერ ინგრამის სიკვდილმა. მას შემდეგ, რაც მან ეგვიპტური მუმია შეიძინა. ახლა ეს უკვე არსებული წარმოდგენა კარნარვონის სიკვდილსაც დაუკავშირეს. როდესაც ჯორჯ ჯეი გულდი, რომელმაც სამარხი მოინახულა, მომდევნო მაისში გარდაიცვალა, მისი სიკვდილიც წყევლას მიაწერეს. ისევე როგორც სექტემბერში გარდაცვლილი ობრი ჰერბერტის სიკვდილი. მოგვიანებით დაწყევლილთა სიას დაამატეს მეისის სიკვდილი. ასევე კარნარვონის მდივნის რიჩარდ ბეთელის სიკვდილი და უეიგალის სიკვდილი 1934 წელს. ეგვიპტოლოგთა უმრავლესობამ მსგავსი მტკიცებები უარყო, თუმცა ამ ადამიანების ერთმანეთზე მიყოლებით დაღოცვამ ეჭვი მაინც ეჭვად დატოვა. არქეოლოგებმა ქვის სარკოფაგის სახურავის ასაწევად ბლოკებისა და ბაგირების სისტემა მოაწყვეს. ეს განსაკუთრებით ფაქიზი პროცედურა იყო, რადგან სახურავი ბზარებით იყო დაფარული. 12 თებერვალს სახურავი აწიეს და საფარველის ქვეშ აღმოაჩინეს ადამიანის ფორმის ოქროთი დაფარული და ჩასმული ხის კუბო ტუტანხამონის სახის გამოსახულებით. ეს იყო ერთმანეთში ჩალაგებული კუბოების ყველაზე გარე ნაწილი. ეს გახდა პირველი სრულად შემორჩენილი სამეფო კუბოების კომპლექტი, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ და მისი მხატვრული ხარისხი და შესანიშნავი მდგომარეობა გამოცდილ ეგვიპტოლოგებსაც კი აღაფრთოვანებდა. დაკრძალვის კამერაში მოთავსებული იყო 4 ერთმანეთში ჩასმული, ოქროთი დაფარული ხის სალოცავი. ისინი ერთგვარ შიდა ტაძარს ქმნიდნენ. თითოეული სალოცავი წინაზე ოდნავ დიდი იყო. მთლიანობაში ისინი თითქმის სრულად ავსებდნენ დაკრძალვის კამერას. კედლებსა და კარებზე გამოსახული იყო დამცავი ღვთაებები, იეროგლიფური ტექსტები და მაგიური ფორმულები. ეს სალოცავები არა მხოლოდ ფიზიკურ ბარიერს წარმოადგენდა, არამედ რიტუალურ დაცვასაც. ისინი ფარაონს ღმერთების სივრცეში კეტავდნენ. 4 სალოცავის შიგნით იდგა ერთიანი კვარციტის ქვის სარკოფაგი, მძიმე და მასიური. მის 4 კუთხეს ამკობდა დამცავი ქალღმერთების, ისისის, ნეფთისის, ნეთისა და სერქეტის რელიეფური ფიგურები, გაშლილი ხელებით, თითქოს მეფის სხეულს ეხვეოდნენ. დასაფლავებისთვის განკუთვნილი ინვენტარი განთავსებული იყო ვიწრო სივრცეებში, სალოცავებს შორის და ასევე გარე სალოცავსა და კამერის კედლებს შორის. სანათები, ქილები, ნიჩბები, მარაოები, ჯოხები და რელიგიური საგნები. სალოცავების დეკორაცია მოიცავს რამდენიმე სასაფლაო ტექსტის ფრაგმენტებს. 4-ვე სალოცავზე წარმოდგენილია მკვდართა წიგნის ამონარიდები, ხოლო მესამე სალოცავზე დამატებით მოთავსებულია ტექსტები ამ დუადიდან. მეორე სალოცავი შეიცავს უნიკალურ სასაფლაო ტექსტს, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება. ამ ტექსტებში აღწერილია მზის ღმერთი და ქვესკნელი, მაგრამ ჰიეროგლიფური წერის კრიპტული ფორმით. ეს სამი ტექსტი ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ენიგმატური წიგნები. მის შიგნით მოთავსებული იყო ოქროს ლომისთავიანი სარეცელი, რომელზეც ეწყო ერთმანეთში ჩალაგებული 3 ანთროპომორფული კუბო.
გარე ორი კუბო დამზადებული იყო მოოქროვილი ხისგან, მინისა და ნახევრად ძვირფასი ქვების ინკრუსტაციით. ხოლო ყველაზე შიდა კუბო მსგავსი დეკორაციის მიუხედავად ძირითადად შედგებოდა 110 კილოგრამის სუფთა ოქროსგან. ამ კუბოში განისვენებდა ტუტანხამონის მუმიფიცირებული სხეული. მუმიის სახვევებში და სხეულზე განთავსებული იყო 153 საგანი. მათ შორის ტანსაცმელი, მაგალითად სანდლები და მრავალრიცხოვანი ამულეტები. ტუტანხამონის თავზე იყო მძივებით მოქარგული თავსაფარი და ოქროს დიადემა, ხოლო ყველაფერი ეს მოთავსებული იყო მის ცნობილ ოქროს ნიღაბში. საგანძურის ოთახის შესასვლელში საკაცე ძელებზე იდგა სალოცავი, რომლის ზედა ნაწილზე განთავსებული იყო ანუბისის ქანდაკება. მის წინ მოთავსებული იყო მეხუთე მაგიური აგური. საგანძურის აღმოსავლეთ კედელთან იდგა მაღალი მოოქროვილი სალოცავი, რომელიც შეიცავდა კანოპურს კივრს. კონტეინერს, სადაც მუმიფიკაციის შემდეგ მოთავსებული იყო ტუტანხამონის შინაგანი ორგანოები. ტრადიციულად კანოპურს კივრში 4 ცალკეული ქილაა, თუმცა ტუტანხამონის შემთხვევაში იგი წარმოადგენს ალებასტრის ერთიან ბლოკს, რომელიც 4 განყოფილებად არის გამოკვეთილი. თითოეული განყოფილება დაფარული იყო ადამიანის თავიანი სახურავით და შეიცავდა ოქროს ინკრუსტირებულ მცირე კუბოს, სადაც მეფის ერთი ორგანო იყო დაცული. ანუბისის სალოცავსა და კანოპურ სალოცავს შორის იდგა ხის სკულპტურა ძროხის თავის ფორმით, რომელიც ქალღმერთ ჰათჰორს განასახიერებდა. საგანძური იყო სამარხის იმ ნაწილის ადგილი, სადაც თავმოყრილი იყო ხის მოდელების უმეტესობა, მათ შორის ნავების მაკეტები და მოდელირებული მარაგების საცავი. საგანძურში განთავსებული ყუთები შეიცავდა სხვადასხვა ნივთს, მათ შორის სამარხის სამკაულების მნიშვნელოვან ნაწილს. იქვე აღმოჩნდა ერთმანეთში ჩასმული მცირე კუბოების კომპლექტი, რომელშიც ინახებოდა თმის კულუნი. ეკუთვნოდა ტიეს, ამენჰოტეპ მესამის მეუღლესა და ეხნატონის დედას, რომელიც სავარაუდოდ ტუტანხამონის ბებია იყო. ეს ბოლო კუბო არაუბრალოდ სამარხი, არამედ ღვთაებრივი სტატუსის დადასტურება იყო. მეფე სიკვდილის შემდეგ ღმერთ ოსირისს ემსგავსებოდა. ყველაზე შიდა კუბოში მუმიაზე მოთავსებული იყო ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი, როგორც სახის მარადიული იდენტობა. ეს არის ის მომენტი, როცა ისტორია პირდაპირ თვალებში გიყურებს. ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი. როცა მას უყურებ, შეუძლებელია არ დაგეუფლოს აღტაცების საოცარი განცდა. დღეს ეს უნიკალური ნიმუში აქ არის და ათასობით ვიზიტორი იშვიათ შესაძლებლობას იღებს, რომ პირდაპირ თვალყური ადევნოს მის მუხტს და ზუსტად იგრძნოს ძველი ეგვიპტის ენერგია.
ტუტანხამონის სახის გამოსახულება შესრულებულია სიკვდილისა და აღორძინების ეგვიპტური ღმერთის ფორმით. მაგრამ 2015 წელს ნიღაბი რესტავრირებას დაექვემდებარა, რადგან 2.5 კილოგრამიანი წვერი მოსწრა და მუზეუმის თანამშრომლებმა დაუდევრად შეაწებეს უკან. ბრიტანელი ეგვიპტოლოგის ნიკოლას რივზის თქმით, ეს ნიღაბი არა მარტო ტუტანხამონის აკლდამის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, არამედ შესაძლოა მთლიანად ძველი ეგვიპტის ყველაზე ცნობილ არტეფაქტადაც ჩაითვალოს. უკანა და მხრების ნაწილზე დაცვითი მაგიური ტექსტია ამოტვიფრული, ეგვიპტური იეროგლიფებით, ვერტიკალურ და ორ ჰორიზონტალურ ხაზად. ეს შელოცვა პირველად გამოჩნდა შუა სამეფოს ეპოქაში მუმიის ნიღბებზე და გამოყენებულია მკვდართა წიგნის 151 თავშიც. შელოცვის ტექსტი ასე ჟღერს. შენი მარჯვენა თვალი ღამის ნავია მზის ღმერთებისთვის, შენი მარცხენა თვალი დღის ნავი. შენი წარბები ღმერთთა წარბებია, შენი შუბლი ანუბის ეკუთვნის. შენი ზურგი ჰორუს, შენი თმა პტანსოკარის. შენ დგახარ ოსირისის, ტუტანხამონის წინაშე, ის ხედავს შენი წყალობით. შენ მიუძღვები კეთილგზებზე, შენ ამარცხებ მისთვის სეთხის მხარდამჭერებს, რათა მან ჩამოაგდოს მისი მტრები ღმერთთა ენიადის წინაშე. დიდ მთვარის სასახლეში, ჰელიოპოლისში ოსირისი, ზედა ეგვიპტის მეფე ნეფხეპერურე დაღუპული, სიცოცხლით დაჯილდოებული ღმერთი რას მიერ. ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ფარაონები, რომლებიც ოსირისის სახით იყვნენ ასახულნი, შემდგომ სამყაროში მეფეებს მფარველობდნენ. თუმცა ოსირისის კულტს ბოლომდე არასდროს ჩაუნაცვლებია მზის ძველი რელიგია. ამ ორი სხვადასხვა რწმენის შერწყმამ წარმოშვა რელიგიური სიმბოლოების ნაზავი ტუტანხამონის სარკოფაგსა და მის აკლდამაში. ტუტანხამონის ნიღაბი ძველი ეგვიპტური მეტალურგიისა და ძვირფასი მასალების დამუშავების უმაღლესი მაგალითია. შერჩეული იყო არა მხოლოდ გარეგნული ბრწყინვალებისთვის, არამედ ღრმა რელიგიური სიმბოლიზმისთვისაც. ნიღაბი დამზადებულია ორი სახის ოქროსგან, მაღალი ხარისხის 24 კარატიანი ოქრო და შედარებით რბილი ნარევი, რომელშიც მცირე რაოდენობით ვერცხლი, სპილენძი და რკინაა. ეგვიპტელებისთვის ოქრო იყო ღმერთების მეტალი. მისი ფერი ასოცირდებოდა მზის ღმერთ რას სხივებთან და უკვდავებასთან. ნიღბის წარბებზე, თვალების გარშემო და ტრადიციულ გრაფიკულ ხაზებზე გამოყენებულია ლაპის ლაზული. ძვირფასი ქვა, რომელიც მაშინ მხოლოდ ავღანეთიდან შემოდიოდა. მისი ღრმა, ლურჯი ფერი სიმბოლურად აღნიშნავდა ცას, სამარხისკენ გზას და ღმერთის სხეულს. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ლაპის ლაზული წმინდა მასალაა, რომელსაც მკვდართა სამეფოში დაცვის ძალა ჰქონდა. თვალის გუგები შესრულებულია ვულკანური ობსიდინით, რომელიც თვალს საოცრად რეალისტურ და ღრმა შთაბეჭდილებას აძლევს. თეთრი ნაწილი დამზადებულია თეთრი კვარცისგან. კომბინაცია ქმნის ბუნებრივად ცოცხალ მზერას,
რაც გამიზნული იყო იმისთვის, რომ ფარაონის სულს ყოველი მიმართულებით ეხედა. ეს ახლოდან ძალიან შესამჩნევია. როდესაც მას უყურებ, გეუფლება განცდა, რომ ის ოქროსგან დამზადებული ნიღაბი კი არაა, არამედ ნამდვილი ადამიანია, რომელიც ნამდვილად გიყურებს. ნიღბის თავზე არსებული დეკორაცია, გველი და ბუსკანის ფრინველის გამოსახულება გაფორმებულია ფერადი მინანქრით, შერეული მინერალებით. ეს მინანქარი ისე ზუსტად არის ჩასმული ოქროს საფუძველში, რომ ამის შეფასება ზედმეტია. ეს უბრალოდ ზეხელოვნებაა. ნიღბის 2.5 კილოგრამიანი წვერი დამზადებულია ოქროსგან, ხოლო ზოლები ლაპის ლაზულისგან. ნიღბის შიდა მხარეს, სადაც მეფის სახე ეხებოდა ოქროს, გამოყენებულია ნათელი სუფთა ოქრო, რისი მიზანიც სულის გზის გასუფთავება იყო. ყველაფერი ეს ქმნიდა მეფის უკვდავის სხეულის სიმბოლურ მოდელს. სამარხში ნაპოვნი ზოგიერთი მხატვრობა ამარნის სტილშია შესრულებული, ნაწილი კი ატენის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტუტანხამონის ფარაონობის პერიოდში ნელ-ნელა ხდებოდა რელიგიური წესრიგის აღდგენა. ტუტანხამონის შესახებ ხშირად საუბრის თემა ხდება ლეგენდები მისი აკლდამის წყევლაზე. თუმცა ასეთი ისტორიები ფარავს უფრო მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებიც თავად ფარაონს და მის ცხოვრებას ეხება. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა დღემდე რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ათასობით წლის წინ მცხოვრები ადამიანის ჯანმრთელობის წარმოსახვას ცდილობ. ტუტანხამონის მუმიის გამოკვლევა 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ სამუშაომ, რომელსაც კარტერის დახმარებით უძღვებოდნენ სამედიცინო ექსპერტები დუგლას დერი და სალეჰ ჰამდი ბეი, უძველესი ოსტატობა გამოავლინა. ფარაონის მუმიაზე მეტწილად ყელსა და მკერდზე უამრავი დამცავი აბგაროზი თუ სამკაული დაეწყოთ. ფარაონის ყელზე ეკიდა ოქროს 6 საყელო. იგი მიიჩნეოდა ღვთაებრივ შუამავლად ეგვიპტელებსა და მათ ღმერთებს შორის. როდესაც ფეხებიდან დოლბანდები მოხსნეს, ექსპერტების გუნდმა აღმოაჩინა ოქროთი დაფარული თითები. მუმიის ტერფები ფრთხილად მოუთავსებიათ სანდლებში, რომ ფაქიზი თითები არ დაზიანებულიყო. 16 ნოემბერი 1925 წელი. როგორც აღმოჩნდა, სხეულის მსგავსად კეფაც მიეწება ნიღაბს. ისე მტკიცედ, რომ მის გათავისუფლებას ჩაქუჩი და საჭრელი დასჭირდებოდა. საბოლოოდ, ჩვენ გახურებული დანები გამოვიყენეთ და წარმატებითაც. როდესაც ტუტანხამონის თავი ოქროს ნიღაბს განაშორეს, ის გადაპარსული აღმოჩნდა. აუტოპსიამ გამოავლინა ასევე გახრეტილი ყურები და ის, რომ ფარაონს ტვინი ამოუღეს. ცხვირზე დოლბანდების მჭიდრო შემოხვევით სახე გაუბრტყელდა. თანამედროვე კვლევებმა, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და დნმ-ის ანალიზებმა აჩვენა, რომ ტუტანხამონს მალარია სჭირდა. ასევე ჰქონდა სასის ნაპრალი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფეხიც ჰქონდა მოტეხილი.
თქვენ იყავით ჩართული ტუტანხამონის კვლევებში, მათ შორის მისი მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევაში. რა აღმოაჩინა თანამედროვე მეცნიერებამ მის ცხოვრებასა და სიკვდილზე? ჩვენ გავიგეთ, რომ ტუტანხამონი გარდაიცვალა 19 წლის ასაკში. მას ჰქონდა ბრტყელი ტერფი და სისხლი კარგად არ მიედინებოდა თითებში. იტანჯებოდა მალარიით და აღმოვაჩინეთ, რომ ის არ მოუკლავთ. ვინაიდან თავის უკანა ნაწილში არსებული ხვრელი გაიხსნა მე-18 დინასტიის დროს, მუმიფიკაციისთვის სითხის ჩასასხმელად, მაგრამ აღმოვაჩინეთ მარცხენა ფეხზე მოტეხილობა. ეს უბედური შემთხვევა მოხდა 2 დღით ადრე მის გარდაცვალებამდე. ახლა ვმუშაობთ დნმ-ზე, ჩემს გუნდთან ერთად, რათა ზუსტად გავარკვიოთ, ჰქონდა თუ არა ინფექცია ამ უბედური შემთხვევის შედეგად. თუ ინფექცია ჰქონდა, დარწმუნებით გამოვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად. აკლდამის გახსნისას მეცნიერებმა შენიშნეს ფარაონის ყელზე დადებული ყვავილების გვირგვინი. ის შესანიშნავად იყო შემონახული, რადგან დაახშულ სარკოფაგში რჩებოდა. ყვავილებით გამშვენებული სამგლოვიარო კომპოზიციები სხვა სამარხებშიც იძებნება, მაგრამ ტუტანხამონის აკლდამაში ესაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ისინი თითქმის პირვანდელი სახით დაგხვდა. ანალიზებმა დაადგინა, რომ ტუტანხამონი მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე დაიკრძალა. რაც მიუთითებს, რომ ის ზამთარში გარდაიცვალა. რადგან მუმიფიკაციას დაახლოებით 70 დღე სჭირდებოდა. ფარაონი აკლდამაში მარტო არ იწვა. საგანძურის ერთ-ერთ ხის ყუთში 2 პატარა სარკოფაგი იპოვეს. 2011 წლის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ისინი 2 ქალის ემბრიონს შეიცავდა. ერთ-ერთი 5-6 თვის, მეორე კი სრულ ვადამდე მიყვანილი და დაბადებისას გარდაცვლილი. როგორც ჩანს, ეს მუმიები ტუტანხამონის და მისი მეუღლის ანხესუნამონის შვილები იყვნენ. ეს მოვლენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან მაშინ ბავშვთა მუმიფიკაცია თითქმის არ ხდებოდა. როგორც ჩანს, ტუტანხამონისთვის იმდენად რთული იყო მათი დაკარგვა, რომ ისინიც თან წაიყვანა სამარადისო გზაზე. მაგრამ ახლა ეგვიპტის დიდ მუზეუმში ახალი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. ეს პატარები შეიძლება მალე საერთოდ გაქრნენ. ატმოსფერულმა პირობებმა მათზე გავლენა მოახდინა. როგორც ჩანს, მათი ორგანული მასალა მწერებმა შეჭამეს. კონსერვატორი მანარ ელ-ხიალი ძიმე ამოცანის წინაშე დგას. მათ სასწრაფო დახმარება სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მტრად იქცნენ.
ტუტანხამონის მუმიამ საუკუნეების განმავლობაში არაერთი მძიმე ზიანი განიცადა. ჯერ კიდევ 1925 წელს პირველი დეტალური კვლევისას მეცნიერებმა სხეული ძალით ააცალეს ფისით დამაგრებულ სარკოფაგს, რის შედეგადაც თავი და კიდურები მოწყვეტილი იქნა. ეს ტუტანხამონის ნამდვილი მუმია. ეს მუმია სამწუხაროდ ნაჩქარევად ამოღების გამო დაზიანდა. ეს შეწებებული იყო თავის სარკოფაგთან და აი მე მინდა გაჩვენოთ ახლა აი მისი ფეხის თითები, სადაც ძალიან კარგად ჩანს აი ამ ინციდენტის შედეგი. მას რამდენიმე თითი აქვს დაზიანებული. გარკვეული დროის შემდეგ მისი აღდგენა მოხერხდა და რესტავრაცია ჩაუტარდა. აი დღეს ის აქ მეფეთა ველზე თავის სამარხში განისვენებს ისე. დღეს ტუტანხამონი ერთადერთი სამეფო მუმიაა, რომელიც კვლავ საკუთარი აკლდამის შიგნით მეფეთა ველზე ინახება. იქ, სადაც 3000 წლის წინ მიაბარეს მიწას. ტუტანხამონს ხშირად აღწერენ როგორც მეორე ხარისხოვან ფარაონს, მისი ხანმოკლე მეფობის გამო. ეთანხმებით ამას, თუ ვფიქრობთ, რომ მისი ისტორიული როლი უფრო მნიშვნელოვანია? არა, მართლაც ვფიქრობ, რომ ტუტანხამონის საფლავი რომ არ აღმოჩენილიყო ხელუხლებელი, არავინ ისაუბრებდა მასზე. ის გახდა ცნობილი და მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის ყველგან, რადგან მისი საფლავი არის მეფეთა ველზე აღმოჩენილი ერთადერთი ხელუხლებელი საფლავი. ფარაონი ტუტანხამონი არ ყოფილა დიდი დამპყრობელი. არ დაუტოვებია უზარმაზარი ტაძრები, არ ჩაუტარებია ლაშქრობები, რომლებიც ქრონიკებში დაიწერებოდა. და მაინც 3000 წლის შემდეგ მისი სახელი დღეს უფრო ხშირად ისმის, ვიდრე მრავალი იმ ფარაონისა, რომლებმაც მის ეპოქაში იმპერია მართეს. როდესაც ჰოვარდ კარტერმა საფლავის კარები გახსნა, ეს იყო მომენტი, როდესაც დროის ერთმა დახურულმა კამერამ კვლავ დაინახა სინათლე. ოქრო, ნიღბები, ქანდაკებები. ეს ყველაფერი მხოლოდ ნივთებია, მაგრამ ისინი ინახავენ რაღაც უფრო რთულად ასახსნელს. ადამიანის სურვილს, რომ არსებობა დროის მიღმაც გაგრძელდეს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ გვაინტერესებს ტუტანხამონი დღესაც. არა იმიტომ, რომ ვიცით ყველაფერი მის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.